მეც აღარ მინდა ნიკა დავიღალე შვილო დავიღალე სული მიწყვების შიშით რომ ვინმე რამე არ თქვას ვინმე რამე არ მომაძახოს სკოლაში კრებებზე ვერ მივდივარ ხშირად წვენია მშობლებთან ყოფილი მეუღლისგან ძალადობის გამო დაკარგული მხედველობის მიუხედავად მარტოხელა დედა და მისი სამი შვილი ცხოვრებას ასე აგრძელებს იმდენად ვიყავი განადგურებული რომ ამოვედი აი ამ დასაწვავ ადგილზე სასაფლაოებზე და ხიდზე ავედი ყველა მეძახდა არ გაბედო ფეხი არ გადაწიო აღარ მინდოდა სახში მოსვლა იმიტომ რომ რამე თქვა მათთვის აი რა უთხრა მითხარი 15 წლის გოგო მყავს სახში მეგონა ჩემი სიკვდილის მერე უკეთ იქნებოდნენ ალბათ უფრო მიხედავდნენ ძმა და დაძმანი მყავა მამის მხრიდანაც მაგრამ რო წავიქეცი ყველა მზურგი მაგცია მა რა შვებით როგორ ხართ რა ლამაზი ხართ ჰა რა ხდება წავიდე რა უქნესილო ჩვენ რო ვართ ასე იქ და შენ დამაწყება რა ვიქნებით წვალებაში აჰა მკვდრებსაც აღარ უნდივართ ასაში ერთხელ რაღაცა გამოჩდება მოვდივართ რამდენს გიხდიან ახლა პირობითად თუ პრობლემა არ გაქვთ რომ იცი რა არის არ ვეუბნები ფას ზოგი 15 ლარს მიხდის ზოგი 20 ზოგი 70 ეს ისეთი საქმეა შვილო ვერც ფას დაადებ ვერაფერი ძიმეზე მე ვერ ამუშაობ ახლა შაქარიც მქონია და უფრო დამაყლა მხედველობა თვალებზე ძლივს გავხედავ სათვალითაც ვეღარ ვხედავ წესიერა ზოგისთვის მათხოვარი გამოვედი რომ კითხულობ ხოლმე ული მეცს რომ უყურებ მაგერს ზოგი მათხოვარს მეძახის ზოგს არ გიტყდებაო ესე რომ მოვდივარ ტალახიანი ხან ხთოხი მიჭირავს ხან ფიცალი მიჭირავს ხან ფოცხი მიჭირავს რასაც ზირცხული მე არაფერი არ გამიკეთებია ჩემონიკა და არც ვაკეთებ თქვენ კომენტარებს უკითხულობთ ხოლმე და გააქვთ ნახულობთ იმ კომენტარებს რომლებიც მე არ შემხვედრია არ ვიცი მაგრამ რაღაცებზე მეუბნებით ხოლმე რომ წერენ რაში ჯდება საერთოდ როცა გეძახიან რაღაცნაირად სასაცილოა საფლავების დალაგება ხო სასაცილოა ეხა ერთ-ერთმა მაგალითად იცი როგორ დაწერა ანუ დაწერა რამე პირადადაც უთხარი თუ არ მიცნობ ესეთ რამეს როგორ წერ ჯერ იმაზე გაამახვილა ყურადღება რომ ვითომ ძალადობის ქვეშ რო ცხოვრობდი რატო ვაყურებიებდი ბავშვებს საჯაროდ მიწოდა დებილი ხალი ხარ თქვენ ხართ მარტოხელა დედა უნდათ რომ ეცემე მაგრამ მე გავბოდი ძალიან ბევრი იყო მე ერთხელ კიცევეს მაგრამ არა ეგ არის საკრობა თავარია კეთილი იყო და აკეთო სიკეთეები და არა სიბარო ფიგნა ხდებოდია მაგრამ კითხოთ რამე ხო პასუხები რომ მომივიდა პასუხი რომ მომივიდა მე რომ ჩავედი ჩემონიკა ახლა ცოტა მძიმედ მახსენდება იმიტომ რომ ამას გეუნები 13 მარტი იყო ჩავედი რომ მე თქვა ის განცხადება რაც მაგ დაწერილი იქნებ მითხრათ მეთქი თუ სოციალურს არ მინიშნავ იმედად რომ ვიყო გამომიშვეს ისე რომ ყველაფერი განულებული მქონდა იმდენად ვიყავი განადგურებული რომ წამოვედი აი ამ დასაწვავ ადგილზე სასაფლაოებზე და ხიდზე ავედი ყველა მეძახდა არ გაბედო ფეხი არ გადაწიო გაჩერდი იქის გამომელაპარაკა აღარ მინდოდა სახში მოსვლა იმიტომ რომ რამე თქვა მათთვის აი რა უთხრა მითხარი 15 წლის გოგო მყავს სახში ამას 1000 რამე უნდა იმას ძალიან პრობლემა აქვს თავზე ცალკეაც უხებს ავდექი მე მოვტრიალდი ჩემი შვილებთან და მივედი უთხარი ასე მიგდები შვილებთან რომ მიხვედით დახვდათ პასუხი რატომ უნდა იცოცხლოთ და რატომ უნდა იყოთ კარგი ტრეკს ჯინაზე იმიტომ რომ იმდენი გამოვიარე მე ეხლა არ მაქვს იმის უფლება რომ ფარხმალი დავყარ და რა მაქვს ჩემი თავის მე თვითონ მიკვირს ცხოვრება იმდენი ტკივილი მანახა ბავშვობიდან ტანჯვაში მოვდიოდი პრობლემაში გავიზარდე რამდენი რამე გადავლახე აი ესე უცბად უიმედობა რომ დამეცა მე თავზე უცბად გავნადგურდი წამიერად იმაზრმა გამიარა რომ მეგონა ჩემი სიკვდილის მერე უკეთ იქნებოდნენ ალბათ უფრო მიხედავდნენ თუ რა ვიცი მაგრამ დედის გარეშე გაზრდილი შვილი მტერს მე თვითონ უნდა გავიზარდე და ვიცი რა არის უნდა ყოფნა და დავიფიცე რომ რაც გინდა ის დამიძახო ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თვე ისე გადაიაროს ქუჩაში ბავშვების გაყვანა აღარ მომიწიოს და ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას
დამპირდით რომ აღარასდროს ჩემთან არაფერი სამადლობელი არ გაქვს. დამპირდით რომ აღარასდროს აღარ გაიფიქრებთ ეგეთ რაღაცაზე. აღარ გავიფიქრებ. ახლა თვითონ მომკლავს და ლოცვილი ალბათ რავი. არავინ არ მოკლავთ, ჯანმრთელობის პრობლემა ცალკე მაქვს ნიკა. ყოველ დღე უნდა ელოდოს შაქარი მქონია, ვიცოდი ხო გითხარი. ამას ისე ცოდნია გუდავს ადამიანს, არ უნდა ინერვიულო, მშიერმა არ უნდა იარო, არ უნდა გადაიღალო და მოდი ახლა შენ და ჩემ ცხოვრება და ეს ავადმყოფობა ერთმანეთს როგორ უნდა შემასხდა და აკავშირო როგორ უნდა შეუწყო ხელი. რა გაუხდათ რომ ერთი სადმე ერთი ქოხი ჩამიდგა და წავეთრევით ჩემი შვილები. მე მინდა რომ მაყურებელს მიმართო, ოღონდ იმ მაყურებელთან არაფერი არ მექნება სათქმელი, ვინც ამ სიტყვას იყენებს საერთოდ მათ ხოვარს. ძალიან მინდა გთხოვოთ რომ მითითებულ ანგარიშებზე დარიცხოთ 1 ლარი მაინც თქვენ ამ 1 ლარით არ ვიცი შეძლებთ რომ მე რატო მინდა იცი აღარ მინდოდა მე ხალხისთვის რომ მეთხოვა უბრალოდ ბევრი განსერება გამიკეთო კიდე იმით რომ სამინისტრომდე მივახწევინო ხმა იქნებ მომხედო იქნებ ეს ერთი წელი გადავახგორო სანამ ვადაში მომცემენ 2027 წლის 15 მარტამდე მე არაფრის უფლება არ მაქვს არ წამოვათრე ეხლა ის წერილი გაჭირებ მე გამოგზავნილი მაქვს ჩემი შვილი მეუბნება დედიკო არეტი რომ მივალო ყველა მაღაზიაში და ვთხოვ რომ ამიყვანონ და იქნებ რაღაც მამუშაოვნო ვაი დედა თუმე ჩემი 14 წლის გოგო დავაყენო და ვაწვალო აბა რისთვის ხავთ გავარ ფეხზე მაგას არ დაუშვებ რომ იმან რამე იწვალოს მაგრამ არ აშვებია მაინც მომყვებიან და უხარია თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა მაგარი დედა ხართ და რა მაგარი შვილები გყავთ არც ერთი შვილი არ ვიცი ძალიან იშვიათია ის რომ რომელიმე შვილმა უთხრას დედას ესეთი რაღაც 14 წლის ბავშვმა რომ მეწავალ ვიმუშავებ და დედა დაგეხმარები დამპირდით ახლა რომ აღარასდროს აღარ იფიქრებთ აი იმ სისულელებს რაც ახლა ვილაპარაკ არც მომცემენ მაგის უფლებას ეს არც ჩემ ძმამარიცი მოუკვდეს იმას ჩემი თავი არ ჩემ არ ძალმა მისაყვედურებენ რა აქდან იმ გაჭრებლება რა შეუძლიათ მიდგანან გვერდში იმდენი მყავალ ჩემონი კამარა აღარავის აღარ უნდა გაჭრებული საკუთარ კიდე თავის გაჭრება რა ქნას ისიც 2 საათს ახლა კი არა კიბაც ძმა და დაძმანი მყავან მამის მხრიდანაც მაგრამ რო წავიქეცი ყველა მზურგი მაგცია ვინც ჩემი დედით და მამით არის ვევამაყოფ იმით ყველაზე კარგი ძმა მყავს დედამიწაზე მეც აღარ მინდა ნიკა დავიღალე შვილო დავიღალე სული ვიცეყვების შიშით რომ ვინმე რამე არ თქვას ვინმე რამე არ მომაძახოს სკოლაში კრებებზე ვერ მივდივარ ხშირად სხვენია მშობლებთან რამე სხვა არ გეუბნები არა რა საბუ მშობლებიდან დაწყებული ბავშვები მასწავლებლები დირექტორი აი სასწაული ხალია აი არა მომიჭრა ეს არა ჩვეულებრივი სკოლა 22 სკოლა არის აი სასწაული ხალხია სასწაული ჩემი შვილმა რომ იმღერა მთელი სკოლა ტეროდა ვიოლა ელოდებოდა განცხადების დასრულებას რომელიც იყო აქტიური მცხეთის მერიაში თუ არ ვცდები თქვენ ელოდებოდით რომ გადმოგცემდნენ ბინას და გექნებოდა თქვენი საკუთარი ბინა მე ხალხს ახლა ანუ თუ დრო გაქვს გეტყვი ეს არის რა ქვია უკვირს რომ ან დედმამას არ ქონდა ან ქმრის დედას არ ქონდა მამას არ ქონდა ჩემი მეუღლე 8 წლის იყო რომ დაუბლდა იყვნენ შესახლებულები 2 სართულიანი შენობა იყო სკოლა საიდანაც უკვე მე-5 წელია რაც გამოგვასახლეს იქედან მე დარწმუნებული ვარ რომ რაღაცნაირად მცხეთის მერიას შეუძლია თქვენი დახმარება ძალიან მინდა რომ ვთხოვ რომ იქნებ შეგვეხმიანოთ მეგობრებო ძალიან უსამართლოდ მოხდა თქვენი განცხადების გაუქმება მოხდა ისე რომ თქვენ არ ხართ ჩაწერილი მცხეთაში და არ გაქვთ სოციალური დახმარება ეს იყო ხო მიზეზი რის გამოც ჩემი შვილები არიან ჩაწერილი იქ დაბადებული გაზრდილი ბავშვები არიან მე ვარ რაჭაში ჩაწერილი მე რა შუაში ვარ ეს არის ბავშვებზე ძალიან გთხოვთ რომ არ
ხათრიანი ბავშვია. ლიზი სხვანაირი გოგოა. ის უფრო სხვანაირია. აი ლელა ძალიან შრომის მოყვარე ბავშვია, ძალიან ამაჟინაჯვარი დედა. ამას ეჩქარება რომ დაასრულოს. თქვენ მიუხედავად ხალხის დახმარებისა, დღესაც ამ შუაგულ მზეში პაპანაკება სიცხეშით გახართ და თქვენ შვილებთან ერთად ასუფთავებთ სხვის სასაფლაოებს. რამდენი ხანია თქვენი მამა თქვენი საფლავი საერთოდ ვერ იპოვეთ, ხო? წეგან მითხარით. ჩემი ბაბუის საფლავი, ხო? ვერ ბაბუის ვიპოვე. საფლავი. ჩემი მამის მამა არის აქ დაკრძალული პატარა ვიყავ მე რომ მოვდიოდი ხოლმე აქ რუსთავში რომ ცხოვრობდით, ბებიას დავყავდით. მე ბებომ გამზადა დედა არ მყოლია. თქვენების საფლავზე რამდენი ხანია არ ყოფილხართ, საერთოდ ვეღარც იპოვეთ, ხო? აი მაგის კითხვა ხო, მინდა. ეს ჩემი ბაბუა ვერ ვიპოვე და ჩემი სად არის, ჩემი გაჭრებული მამა რაჭაში არის. უკუდესი ჩემი თავი. ჩემი ძმა კი მივიდა იმ ხილად თოვლი იყო, მაგრამ მე ვერ მივედი. ის რო ფეხზე იდგეს. ის რო იყოს ფეხზე რაღა მიჭირს.